საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხდომა იწყება. ბორდის წევრები გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ გარდაქმნის და განვითარების გეგმასა და ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. რატი ხვისტანი განაცხადებს თემას ღია ეთერში, რატი გისმენთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. სხვა საკითხებთან ერთად ამ ხდომაზე უნდა ჩამოყალიბდეს ის თქმის წესრიგი, რომლის მიხედვითაც უნდა გაიმართოს შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საზოგადოების წევრებთან და დაინტერესებულ პირებთან, იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ შედგა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობასთან. ამ შეთანხმების მიხედვით უნდა შემუშავდეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება. გამოკითხვა ყოფილიყო როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს, რა სტანდარტის, პრობლემები როგორ უნდა მოგვარდეს და ამ ფორმაზე თქვა ორიენტირებულ ჩართულობაზე რო ყოფილიყო, ეს გამოკითხვა მაშინ გასაგებია, მაგრამ კითხვის დასმა ჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფიქრობ არის აბსოლუტურად. ის დისკუსია, რომელიც მენეჯმენტის მხრიდან გადაცემების დახურვას ეხება, ისე რომ ამას არ ახლავს ჩემთვის გამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტები, მით უმეტეს საკმაოდ კარგად ვიცნობ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამ ბიუჯეტში ბევრი მნიშვნელოვანი ჩანაწერია იგივე ტექნიკასთან დაკავშირებით, იგივე სხვადასხვა ტიპის გადაიარგებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე მე მაქვს კითხვები, რომელზეც მინდა რომ მივიღო პასუხი. არა თქვა ძეგლი ფორმით, არამედ მინდა მივიღო ამ თემაზე წერილობითი პასუხი. პარალელურად შეხვედრებს აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობაც იმ რეფორმირების გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა წარმოდგენილი. დღეს დაახლოებით 1 საათში შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მომდევნო დღეების განმავლობაში კი შეხვედრები ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან გაიმართება. მეგობრატი, რატი ხვისტანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.